ახალი ანგარიშ ფაქტურის შესავსებად გააქტიურეთ ღილაკი ახალი ანგარიშ ფაქტურის გამოწერა. მყიდველის მხარეს შეიყვანეთ მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომერი. რეალიზებული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალის შესატანად შეავსეთ შემდეგი ველები: საქონლის ან მომსახურების დასახელება, ზომის ერთეული, რისთვისაც ჩამოშალეთ და არჩიეთ შესაბამისი ზომის ერთეული, შეიტანეთ რაოდენობა, ღირებულება DGG-სა და აქციზის ჩათვლით, რის შემდეგაც DGG-ს თანხას დაითვლის სისტემა ავტომატურად. საჭიროების შემთხვევაში მონიშნეთ DGG-ს ნულოვანი ან დაუბეგრავი რეჟიმები. შესაბამისად DGG-ს თანხის გადათვლა სისტემის მიერ მოხდება ხელახლა. ჩანაწერის დასამატებლად დააჭირეთ ღილაკს დამატება. გაითვალისწინეთ. აქციზური საქონლის შემთხვევაში ჩამოშალეთ საქონლის დასახელების ველის წინ არსებული ნიშნული და ცხრილიდან მოძებნეთ კონკრეტული დასახელების აქციზური საქონელი. მონიშნეთ ჩანაწერი და გააქტიურეთ ღილაკი არჩევა, ან ჩანაწერზე მაუსით ორჯერ დაკლიკეთ. რეალიზებული საქონლის რაოდენობის შეტანის შემდეგ აქციზის თანხას სისტემა დაითვლის ავტომატურად. შეიტანეთ ზედნადების ნომერი და თარიღი და გააქტიურეთ ღილაკი დამატება. რეალიზებული საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ Excel-ის ფაილის ატვირთვის მეთოდი. ამისათვის თქვენს კომპიუტერში გადმოტვირთეთ Excel-ის ფაილი. გაახსენით გადმოტვირთული ფაილი. ფაილს აქვს ორი გვერდი. მეორე გვერდზე შეიტანება ზედნადებების მონაცემები, ხოლო პირველზე კი საქონლის ჩამონათვალი. აღნიშნული ფაილი შეავსეთ შესაბამისი მითითებების გათვალისწინებით, ანუ მოცემული ფორმატით. ფაილი შეინახეთ თქვენთვის სასურველი სახელით ნებისმიერ ადგილას, მაგალითად ეკრანზე ან რომელიმე ფოლდერში. შევსებული ფაილის ასატვირთად გაიარეთ ფაილის ატვირთვის სტანდარტული პროცედურა. ველში მონიშნა მოძებნეთ შესაბამისი ფაილი. მონიშნეთ და გააქტიურეთ ღილაკი ატვირთვა. თუ გსურთ შევსებული ფაქტურის შენახვა და ახლის გამოწერა, მაშინ გააქტიურეთ ღილაკი შენახვა და ახლის გამოწერა. გამოსასვლელად გამოიყენეთ გამოსვლის ღილაკი. თუ გსურთ ფაქტურის შენახვა, მაშინ გააქტიურეთ ღილაკი შენახვა. შევსებული ანგარიშ ფაქტურა დაემატება გადასაგზავნი ანგარიშ ფაქტურების რეესტრს. გააქტიურეთ საძიებო მოითხოვს რეაგირებას და მონიშნეთ მხოლოდ გადასაგზავნი და გააქტიურეთ ღილაკი განახლება. ძებნის შედეგის შემდეგ გადადით ბოლო გვერდზე, სადაც განთავსებული იქნება თქვენს მიერ შენახული ანგარიშ ფაქტურა. რეესტრში თითოეული ფაქტურის გასწვრივ განთავსებულია დათვალიერების, გადაგზავნის და წაშლის ღილაკები. ფაქტურის მყიდველისათვის გადასაგზავნად დააჭირეთ ღილაკს გადაგზავნა. შედეგად ფაქტურას მიენიჭება ნომერი და განესაზღვრება სტატუსი დასადასტურებელი. ამ ფაქტურის მოსაძებნად კი გადადით ზოგად ფილტრში. ზოგად ფილტრში ძებნის განსახორციელებლად გააქტიურეთ ველი ზოგადი ფილტრი. ზოგადი ფილტრიდან შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი პოზიცია და მონიშნოთ ნიშნული. გაფილტრის მიზნით შესაძლებელია რამოდენიმე პოზიციის ერთად გამოყენება. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ ფაქტურის გამოწერისა და ოპერაციის თარიღების დიაპაზონის ცვლილებით. კონკრეტული ფაქტურის მოსაძებნად შეგიძლიათ მიუთითოთ ანგარიშ ფაქტურის ნომერი, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გადამხდელის დასახელება ან დეკლარაციის ნომერი. ყოველი სასურველი საძიებო პარამეტრების თუ ფილტრების შერჩევის შემდეგ უნდა გააქტიუროთ ღილაკი განახლება, რათა სისტემამ განახორციელოს ძებნა. გაითვალისწინეთ. მყიდველის მიერ უარყოფილი ანგარიშ ფაქტურის შემთხვევაში მიზეზების დადგენის გათვალისწინებით შეგიძლიათ განახორციელოთ მისი რედაქტირება და ხელახლა გადაგზავნა, ან მოახდინოთ ფაქტურის წაშლა. მყიდველის მიერ უარყოფილი ფაქტურის რედაქტირების შემდეგ ისარგებლეთ ანგარიშ ფაქტურის გადაგზავნის ზემოთ აღნიშნული წესით.